მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონი დიმიტრი ცკიტიშვილის მსგავსად იდეაში მეც ვიზიარებდი მაგაზრს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ჩემი აზრით სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდუალურად ხდება მსგავსი ტიპის, ანუ გადაწყვეტილებების მიღება და ეს პრინციპში ბატონმა გახარიამ თავადვე დაადასტურა თვითონ აი ამ ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომაზე. ნახევარი გუნდი იყო მოწინააღმდეგე, ნახევარი ემხრობოდა იქ ადგილზე მისვლას და პრინციპში აი ამ თლიანად დეზინფორმაციის მიაღვარის კამპანიის ადგილზევე ჩაჭრას, რაც პრინციპში ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ ნახევარზე იყო ეს განწყობა, საბოლოოდ რა პრინციპით მიიღეთ გადაწყვეტილება, გახარიას პოზიცია იყო გადამწყვეტი? ინდივიდუალურად ცხადია ბატონმა გახარიამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი, რადგან თვითონ საკუთარ თავზე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ახლა უკვე ჩავლილი როდესაც არის, როგორ გგონიათ თქვენ აღმოჩნდით მართალი თუ გახარია? იცით როგორ არის, ანუ მე ვფიქრობ ჯერ ამის გაზომვა საკმაოდ რთულია ქართული ოცნების აი ამ უტიფრობების და სიგიჟეების გადამკიდე უკაცრავად ამ სიტყვაზე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ რაც მე დავინახე ცოტა ნეიტრალური ასე ვთქვათ გარეთვალით ჩვენ გარკვეულწილად ნემსის თავი შევარჭებთ შიგ-გულში გარკვეულწილად და ეს ჩემი აზრით იგრძნობა კიდეც საინფორმაციო ველზე, იმიტომ რომ თლიანად ფაქტიურად ეს ჯაჭვი დეზინფორმაციის, რაც აწყობილი ჰქონდათ იქ რაღაც გახარიას, მელიას გამო გადადგომაზე, გახარიას ამერიკელების აგენტობაზე, რაღაც ჩორჩანას იდიოტიზმზე და ასე შემდეგ, ფაქტიურად დომინოს პრინციპით ჩამოიშალა იმ კონკრეტულ საღამოზე და ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ რეალურად საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი სიმართლე უთხრათ დეტალებში, იმიტომ რომ თვითონ ბატონ გახარიასაც გარკვეული საკითხები დეტალებში არ უსაუბრია, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად. ვიდრე გადავალთ იმ თემაზე, რატომ არ გეთანხმებიან ოპოზიციაში, რომ ნემსის თავი შეარჭვეთ ოცნების პროპაგანდას, კონკრეტულ თემაზე მინდა გკითხოთ ჩორჩანას თემა, ამას დაუბრუნდნენ დღესაც, ეს იყო კომისიაზეც საკმაოდ ვრცელი განხილვის საგანი, რატომ არის, როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი ასე მტკივნეული ოცნებისთვის ახლა? არა, ოცნებისთვის ეს საკითხი არის ძალიან მარტივად გაგებადი, უფრო სწორად იმ კონტექსტში, რომ ხედავენ ერთადერთ, ესე იგი, ბრჭყალებში საკითხს, რომელიც ამავდროულად აბსურდია, რაზეც ცდილობენ, რომ თითქოს და გახარია დააზიანონ, მაგრამ მთლიანად აი დეზინფორმაციის, ასე ვთქვათ, როგორც მეცნიერულ დონეზე ხელოვნების, ესე იგი, სილამაზე მდგომარეობს იმაში, რომ ტყუილი პირდაპირ ნახევრად სიმართლე კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით ტყუილი აი როგორც ჯერათ რომ საკუთარი აგიტაცია პროპაგანდი შეუძლიათ შეატრიალონ 180 გრადუსით და ტყუილს ფაქტიურად დაარქვან სიმართლე. ანუ ადამიანები რომლებიც ესე იგი იძახიან რომ თითქოს და ესე იგი ტერიტორიის დაკარგვის რისკი არ იყო, რომელიც ადგილზე იყო, რომელიც მანამდეც იყო და გაცილებით უდრო ადრე სხვათა შორის. იმაზე გეუბნებიან რომ არა ესეთი რამე არ არსებობდა. როგორ არ არსებობდა, ხო ანუ სამას დეტალებში თუ შევალთ, ანუ აი მაგალითისთვის ახლა მოსახლეობამ რო გაიგოს, ხო ანუ 350 მეტრით, ანუ ხაზიდან შიგნით ჩარჭმული ჰქონდათ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო მწვანე ბანერი, კილომეტრ ნახევარ სიღრმეში ჩვენს მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე, სადაც რუსებსაც კი ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, ამათ ხაზს უსვავ. 2 კილომეტრის სიგრძეზე ჰქონდათ მარკირება გაკეთებული, წარმოიდგინეთ. 1922 წლის რუკები ჰქონდათ გაცოცხლებული, რომლის პირდაპირ ამოცანა იყო, რომ ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ისტორიული ოსური ტერიტორიები მათ კონტროლის ქვეშ გადასულიყო და ეს იყო პოლიტიკური მიზნის მქონე ამოცანა დე-ფაქტო პრეზიდენტის ბიბილოვის წინაშე. ზუსტად 2 კვირით ადრე, ახლა შეიძლება დრო ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 2 კვირით ადრე, ან შეიძლება 1 კვირით ადრე, სანამ ექსადმუშაკო ჩაიდგმებოდა სხვათა შორის. სოფელ გუგუთიანთკარში გამოიცანით რა მოხდა. მავთუხლართების ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოღონდ რატომ იყო ანომალია გუგუთიანთკარში მომხდარი ფაქტი? იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მავთუხლართების ხელმეორე გაყვანა დაიწყეს, უკვე გაყვანილი ჰქონდა. და როდესაც დაიდენტიფიცირდა, რომ ესე იგი ახალი რუკის მიხედვით ხდებოდა სწორედაც ფაქტიურად საოკუპაციო ხაზის კიდე ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე სიღრმეში გადმოწევა, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სხვა ოპერატიული ინფორმაციასთან ერთად, მანამდე არსებულ ფაქტებთან ერთად, რომელიც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, რომელსაც ფაქტიურად დე-ფაქტოები არც მალავდნენ.
პირდაპირ ესე იგი მტკიცებულება იმის, რომ 1922 წლის რუკის გამოყენების ესე იგი პროცესი დაწყებული იყო. თქვენ დასვით ძალიან საინტერესო კითხვა, რატომ გაახსენდათ ჩორჩანა ეხლა მაინც და მაინც გახარიასთან მიმართებაში. იმიტომ რომ რეალურად სხვა, ანუ აი აბსოლუტურად სხვა ხელჩასაწიდი, თუ ამასაც თუ დავარქმევთ. ხო, აქ რა არის ხელჩასაჭიდი? ნახე, აქ ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ. ორ თემაზე ქონდა განსაკუთრებული აქცენტი თავად ოცნებასაც, რომ ამ ჩორჩანას აგუშაგოს შემდეგ რეალურად იქ ეგრეთ წოდებული გამყოფი ზოლი გადმოიწია და სუსი არ იყო ინფორმირებული. ეს ამ ორ თემას ატრიალებდა ძირითადად ოცნება. ანუ ხელჩასაჭიდი რა აქვს რეალურად? სიმართლე თუ გინდათ, ანუ დეტალებში აი რო ადამიანი, მწოდნი ადამიანი რო დაუჯდეს, აი მაგალითად იგივე იმ კომისიაზე, სიღრმეებში დეტალების დონე მწოდნი ადამიანზე, როგორც საპნის ბუშტი, აი რამდენი ისხდნენ აღარ ვსვამო, ისე დასკდებიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ ვიძახი ამას? იმიტომ რომ ჯერ ერთი რო დეტალები არ იციან, მეორეც ერთი ქრონოლოგია არ იციან, მესამე გეოგრაფია არ იციან ამავდროულად და ყვებიან ისეთ აბსურდულ რაღაც საკითხებს, რომელიც აი უბრალოდ მეღიმებოდა. ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ერთი იყო რაღაც კოორდინაციის საკითხი. აი რიტორიკული კითხვაა უბრალოდ. წარმოიდგინეთ, 7 დღის განმავლობაში სამი სამინისტრო რომ არის ჩართული და უღრანტყეში გზა რო გაყავს, წარმოიდგინეთ, გამგეობით, რეგიონული გუბერნატორით, იმით ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, შინაგანით, ადგილობრივი სამხარეო დანაყოფით, გედედეთი. ეხლა თუ ეს ინფორმაცია დაუშვათ თეორია, რომ მართლა არ იცოდნენ. თუ ეს ინფორმაცია შენამდე არ მოდის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვია უკაცრავად და ვიღაცა კი არ უნდა, ვიღაცას პრეტენზია კი არ უნდა წაუყენო, ქუდი უნდა დაიხურო. მთელი შენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მინისტრის მოადგილეობიდან დეპარტამენტის დირექტორობამდე უნდა გადააყენო და ვინმე სხვა დანიშნო, იმიტომ რომ მაგ საქმისთვის ან არ ვარ გიხარ, ან უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს მაგ სამსახურის მართვაზე. ეგ ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ეგ თემა ვაფშე საერთოდ ანუ საკითხი არ ყოფილა. იმიტომ რომ შეუძლებელია მაგ პროცესის დაწყება, შეუძლებელი იყო მაგ პროცესის დაწყება კოორდინაციის გარეშე. იმიტომ რომ შენ ნებსი თუ უნებლიეთ მაინც გჭირდებოდა ეგ დანაყოფები ადგილზე. ამიტომ რა თქმა უნდა ეგ კოორდინაცია არსებობდა. როგორც ქვედა დონეზე, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე, ისე ზედა დონეზე, მაგრამ ეხლა იძახიან, იმიტომ რომ იმ ერთმა ჯადოსნურმა კაცმა დაავალა რომ ესე იგი არ უნდა თქვა რა, ეხლა ჩვენი არ არის იმის ქოთანი, ანუ მარცხნიდან მოვაბავთ ყურს თუ მარჯვნიდან, ეხლა იმედი ჩვენია, რუსთავი ორი ჩვენია, აგე რამდენი ფული გვაქვს, რასაც გვინდა იმას დავაბრალებ. მე მაგალითად აი რაზე მეღიმება ხოლმე, იცით? აი ამაზე რო პრეტენზია, გუგუთიან კარში მაგალითად. ორი კვირით ადრე რო წარმოიდგინეთ გავლებულ მავთულ ხლართები, რომელიც უკვე ფიქსირებული ბორდერიზირებული სეგმენტი იყო საოკუპაციო ხაზზე. კიდევ რო აქეთ გადმოწიეს. მაგ დროს დამნაშავე ვინ არის? ან ზარდიანთ კარში აი სიმაღლეები დაიკავესო, მეღიმებოდა დისტანციურად უყურებდი ამ ყველაფერს. ზარდიანთ კარში სიმაღლეებზე რო საგუშაგოებს გენან გავდნენ მაგ დროს დამნაშავე ვინ არის? ან ნებისმიერ სხვა საგუშაგოზე 150 საგუშაგო აქვს თუ სწორად მახსოვს დაახლოებით ჯამში დეფაქტოებს და რუსებს ჩადგმული მთელს 350 კილომეტრიან ზოლზე. ანუ ამ ლოგიკით იცით რამდენი პრეტენზია შემიძლია წაუყენო თითოეულ მინისტრის მოადგილეს, თითოეულ მინისტრს სხვადასხვა სამინისტროებში დამოკიდებული, რომელიც რეალურად მანდატირებული იყო მაგ დროს და რატო არ ახდენდნენ ამის პრევენციას? კი ბატონო. რატომ ახდებოდა აი ამ საგუშაგოებით აღკვეთა? კლასიკური მაგალითი არის ზარდი იმის გიგაოთხოზორიას მკვლელობა. კაცი მოგვიკლეს ჩვენს მიერ კონტროლება ტერიტორიაზე, წარმოიდგინეთ. და ამავდროულად ესე იგი აქეთ მხარეს გადმოვიდნენ, ეს ყველაფერი ვიდეოზე არის აღჭურვილი და ბორდერიზაცია უფრო მნიშვნელოვანი საგუშაგოს ჩადგმა თუ საქართველოს მოქალაქის ადგილზე მკვლელობა შენს მიერ კონტროლება ტერიტორიაზე. ეგ არის ხო ომის რისკის და კონფრონტაციის საქმე, საფრთხე? ან ნებისმიერი გიმტურის საქმე, ჩვენს მიერ კონტროლება ტერიტორიაზე ადამიანის ალოცავად ასული რო მოგიკლეს, ეგ არის ხო ანუ იმის კონფლიქტის პროვოცირების საქმე, მაგრამ საბოლოო ჯამში რა არის, იცით კალბატონებო? რა არის შემდგარი ფაქტი? შემდგარი ფაქტი არის ის, რომ რეალურად 1830 ჰექტარის აქტიური ტერიტორიის ჩვენს მიერ კონტროლებადი ტერიტორიის დაკარგვის რისკი შეიქმნა, რომელზეც სხვათა შორის ხას უსვავ რუსების FSB-ს ფეხი არ ქონდა დადგმული. ამას ადასტურებდა ჩვენც
ქართული მხარეს და ამას ადასტურებდა ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ძალიან ვრცელი თემა და სწორედად პრობლემა იყო რომ დე-ფაქტოებმა ინდივიდუალურად გადაწყვიტეს აი ამ შიდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ამ ეგრეთ წოდებული ოსური ტერიტორიების მითვისება. აი ფაქტი რა არის. ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლო კითხვაც მინდა მოვასწროთ ოპოზიციის რეაქციაზე, სადაც ერთი მეორის მიყოლებით ფაქტობრივად ამბობდნენ, რომ აი ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე შეთანხმებასთან დაკავშირებით გახარიას ხელს ჩამოართმევდნენ. გაწუხებთ თუ არა ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან, რაც მოხდა გახარიას კომისიაში? ნახევარი წუთი გვაქვს სამწუხაროდ. არა, არ გვაწუხებს მეგობრებო, იმ მარტივი მიზეზის და გამო რომ რეალურად ასეთი შეთანხმება უპირველეს ყოვლისა არ ყოფილა, შეთანხმება ასეთი რო ყოფილიყო და ამის მონაწილე რო ყოფილიყავით, ჩვენ ამ შეთანხმებას აუცილებლად დავიცავდით, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვას პატივს ვცემთ, ზოგად კონტექსტში ვიძახი ამას, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, პოლიტიკურად ვინ როგორ თარგმნის, ანუ ვინ ფიქრობს რომ დაზიანდა, არ დაზიანდა, გახარია, უნდა მისულიყო, არ მისულიყო, ეს სხვა საკითხი არის. გემოვნების და ანალიზის საკითხია, მაგრამ ის რომ ლეგიტიმაცია მიანიჭა ამ კომისიას მიასი არ ვფიქრობ, არ მგონია. მე ვფიქრობ რომ რეალურად ჩვეულებრივი არაორდინალურ, არარეგულარულ ესე იგი ომში ვართ, საინფორმაციო ომში ვართ ქართულ ოცნებასთან შესული და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყოს სწორედაც რომ ხიჭვი შეიძლება ნემსი შეგერჭვა სწორედაც შიგულში და მთლიანად ჩამოგეშალა მათი კამპანია, რაც ჩემი აზრით დღემდე აი ამ საათის მოცემულობით რასაც უყურებთ მე საინფორმაციო ველს ეს ჯერჯერობით ხორციელდება. რა მოხდება? ერთი კვირის თავზე გამოჩნდება. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. უფრო ცლად